ეს ნუ ეს არის ცუბუქი ჭაჭა, ვისაც დაახავდეთ თუ ვინმე ისეთი ქართველი არსებობს, რომელიც 18 წელს გადაცდა უკვე და ჭაჭა ჯერ არ დაულევია და პირველად უნდა დალიოს ჭაჭა. 90 ლარის დიაპაზონში არის მე მგონი, კი. ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ქართული ჭაჭა არის ეს. თან ეს არის თეთრი ჭაჭა, ის გაითვალისწინეთ რომ პირდაპირ გაფილტრული, გამოხდილი ჭაჭა. ეს გემო ეს უნები საიდან აქვს ეს გემოები? ნუ ერთი არის რაღაცა აქვს დამატებული. ეს არ არის მარტო ვაზის. არა, იმიტომ ისეთი გემოები მოხდება. ეგ არის, ვაზია. აი ვაზი, აი ვარდის ფურცლის ის გვინოს საიდან აქვს ხოლმე ეს სხვადასხვანაირი გემო? ბუნებრივად ყურძნისგან მოდის ეს. ეს არის ბუნებრივად არანაირი რაღაცა. აი ხა ამაში უბრალოდ გამოცლილი არის ის მძიმე ეთერზეთები, რაც ჩვენ აი ჭაჭის მძიმეს გვაძლევს ხოლმე და შესაბამისად დარჩა ბუნებრივი ძალიან მსუბუქი ყვავილოვანი არომატები. აი ეს არის აგრას. ზოგადად კარგ ყურძენს, როდესაც და კარგი ყურძნის ღვინო უნდათ რომ დააყენონ, ხშირია შემთხვევა საქართველოშიც დარწმუნებული ვარ და ევროპაშიც ხშირად დაკეთებენ ამას, რომ ყვავილობა ყურძენმა რომ განიცადოს, ახლოს უდგავენ ხანდახან ალუბალს, სხვადასხვა არომატი და ის არომატი უკვე გადაიცემა ყურძნის ნექტარშიც და რატო რა არის თვითონ ეს რა ქვია ეს ჭაჭა რაც არის მე მიგზნია მაგრამ ეს პირველდაული ესეთი ბუნებრივად არის გემო. აი ესეთი გემოს ჭაჭა პირველდაული ეს არის ცუბუქი მარტივ ხო არა და არსებობს ასევე ჭაჭები რომელიც უფრო იაფია დაძველებული არა ეგეც თქო იაფებზეც თქვათ ანუ ძალიან იაფად იყიდით დღეს ნახევარ ანუ ბოთში ჩამოსხმულ ქარხნულ ჭაჭას იყიდით ძალიან იაფად ნახევარ ლიტრიანს 16 ლარი 16 ლარი 20 ლარი მაგალითად ჩემი ეს